ისევ პატარა პოეტური გადახვევა, ცოტა სასაცილო შეიძლება ვიღაცას მოეჩვევს, მაგრამ ამაში სასაცილოს ვერაფერს ვერ ხედავთ. თუ არფა განასახიერებს კოსმოსს, ხო, თავისი თქვათ საოცარი სიმებით, რომელიც თლიანად კოსმიურ ჰარმონიას ჩამოაქვს. თითქოს კოსმოსის ჟღერადობა და ჰარმონია პითაგორიდან დაწყებული ამ არფაშია თავმოყრილი აპოლონური რაღაცა ნათელის გამოხატულება. შემდგომ ამ არფას ადამიანი ჩაასვენებს კუბოსა შინა, პირდაპირ გაგებით ეს როიალია. და იმას ხოლმე ჩაკუჩებით ურტყავს, ჩაკუჩებით რომ დიაპაზონი აჩვენოს. აი ზუსტად ასევე, ესე როგორც არფა მიკროკოსმოსი და მაკროკოსმოსი აი ჩამოვიდა ქვევით, ხო? ჩაიდო კუბოში და აღდგეს მერე, როცა თავს წავწევთ ამ როიალის და ამოვა იქიდან მარადიული სული როგორც ევრიდიკე, ხო? აი დაახლოებით თუ ძალიან რომანტიკულად არ ჟღერდა და დაეჟღერდეს, დაახლოებით ასე ასეთი საღებავით. ეს ის საღებავია, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომელიც აღდგარ სულზე ლაპარაკობს. აი მიკროკოსმი თავის თავში ატარებს მაკროკოსმს. ჩამოიტანდა ერთ პატარა სივრცეში და ხავშორის ვან ეიკის ნამუშევრების უმეტესობა მცირე ზომისა, გარდა ერთისა. მცირე ზომისა საკმაოდ გაგიკვირდებათ, იმიტომ აი ამ მიკროში მაკროს გიჩვენებს. გახსოვთ ჩვენი საუბრის დასაწყისში თქვი, შევახე პირდაპირ, ესე იგი ეს არის მიკროსკოპი და ტელესკოპი. აი სწორედ აი აქ ერთიანდება. მერე გეომეტრიის საოცარი მცოდნეა. ფერთან გამჭვირვალება და ეს ხო ალქიმია ხო გამაოგნებელია. იცის რომელი ფერი რომელთან მიმართებაში გამჭვირვალების დროს ქმნის ჰაეროვან სიმუქეს. მისი სიმუქე ბნელი არასდროს არ არის. მაშინ გადაეშვებს, შეიძლება ჩაიძირო. საოცრებებს აკეთებს პირდაპირ გაგებით. და განსაკუთრებით ეგ არაჩვენად გამოჩნდა. ნუ გადმოცემით ვიცით რომ ჰუბერტის მონაწილეობით გააკეთა. ჰუბერტი მისი უფროსი ძმა იყო. ეს იყო გენტის საოცარი საკურთხეველი. ეს არის კარედი, პოლიპტიკონია. საოცარი ქმნილება გახლავთ, თუმცა ეს არის ჩვენი საუბრის ძირითადი თემა, მაგრამ უნდა მოგახსოვოთ ეს არის უნიკალური ქმნილება, რომ ჩამწოდეთ გენში, შეიძლება ორიგინალი ვერს ნახოთ, იმიტომ ძალიან უფრთხილდებიან, მაგრამ ეს არის ბოვენის ტაძარში ინახება, აქ არის თავარი იდეები ზეთის საღებავით შესრულებული, თუ კი რამე შეიძლება გაკეთდეს და რაც ყველაზე მთავარია, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აქ გაკეთებულია ისეთი ნიუანსებით შესრულებული რაც მანამდე არც ერთ მხატვარს არ გაუკეთებთ ამას ზეთის საღებავი აკეთებს მოცულობა რბილი დახვეწილი აი ლეონარდო სფუმატოს რო ამზადებს ლეონარდო კიდე იმ დონეზე ვერ შეწდა დიახ ხასო რაც ვან ეიკმა ჩაუდო ამას ხო იქ საოცარი გამოსახულებები და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთავარი გამოსახულება მთავარი ეს არის რა თქმა უნდა აპოკალიფსისი და იოანეს გამოცხადებიდან იოანეს გამოცხადება 22 თავი პირველი მესამე მეხუთე ნაწილი მე წაიგითხათ და მათ შორის სიცოცხლის წყლის დინარე ბრწყინვალე როგორც ბროლი რომელიც ღმერთისა და კრავის ტახტიდან მოედინებოდა და არაფერი დაწყებული არ იქნება ხოლო ღმერთისა და კრავის ტახტი იქნება მას და მას მსახურები ემსახურებიან მსახურნი და დაინახავენ მის სახეს და მისი სახელი მათ შუბზე ექნება ეს პირდაპირ ახლა მე ძალიან ცუდად წავიკითხე მას იოანეს სახარებაა ეს და აი ეს არის იოანეს გამოცხადება აპოკალიფსე აი ეს შესრულებულია ცენტრალურ ნაწილში მეგობრებო არ იცით რა დამაჯერებლობით და ხოლო მის თავზე იქ თავისთავად კრავი ახვთისა მის კერდისა და თქვათ მოიღურება სისხლი და იღურება ბარძიმსა შინა სცენარები უნდა ნახოთ როგორია 64-ის ყველა როგორ დეტალურად არის ამოხატული ვის შეუძლია ეს თუ არა 1x და რით შეუძლია თუ არა ზეთის საღებავით ამას სხვა საღებავი ვერ გააკეთებს იქ არიან მერე წმინდანები ის შეუნი ზოგადად ისინი რომელიც გადარჩებიან რომელსაც გვპირდება ხო ამ შემთხვევაში იოანეს გამოცხადება და რა თქმა უნდა იქ არიან სხვა შორის ისეთი მოაზროვნეები რომელიც გაგიკვირდებათ კიდევაც იქ არის მაგალითად ავეროესი სანათლავზე აღარ ვლაპარაკობ, ზოგადად მის წინ თავისი ძირითადი ტრაქტატით იქ არის წარმოდგენილი, ხო, თავში ყველაფრის სათავეში დგას რა თქმა უნდა მამა ღმერთის ხატება. ეგრეთ წოდდება ანდერს ბილდერი. ესე რეალური თაყვანისცემის ობიექტი მამა ღმერთი, რა შესრულებულია. თან თავში შერწყმულია მის სახეში, მის გამომეტყველებაში შერწყმულია მამის საწყისი და ძის საწყისიც სრული ერთიანობაა. ესე იგი თლიანი შერწყმა ერთმანეთში ჩვენ ხედავთ მამასაც და ძესაც ერთ სახეში მან მართლაც გააერთიანეს შეძლო მას თავზე პაპისტი არ ახურავს მაგრამ მის ფერხთით სწორედ ამ ქვეყნიური ამ სოფლიური მეუფების უბრალოდ ბრძანებლობის ძალაუფლების სიმბოლოზდეს ესე იგი ფაქტობრივად ღმერთი მართავს ღმერთი ბრძანებლობს მაგრამ სამყაროს მართავს მისი ხელდახსმით ადამიანი. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი მეგობრებო, რომელიც ჩვენი შინაარსის ჩვენი თემის შინაარსის გასაგრძელებლად აუცილებელია. მისგან აი სწორედ ხელმარცხნივ როგორც მახსოვს, იქ არის წარმოადგენილი ღვთისმშობლის გამოსახულება.
ღვთისმშობლის გამოსახულება საოცარი დამაჯერებლობით არის შესრულებული, საოცარი დამაჯერებლობით და არის უკან წარწერები. სხვა ძალიან დიდხანს ვკითხულობდი ამ წარწერებს, იმიტომ რომ რთული წასაკითხი იყო და ერთ ადგილზე წავიკითხე ძალიან საინტერესო რამ. აქ წერია ასეთი რამ. Speculum sine macula. ღვთისმშობელი, იხავ თარგმნოთ. ღვთისმშობელი ეს არის სარკე ლაქების გარეშე. სარკე ლაქების გარეშე. ესე იგი, ღვთისმშობელი სარკია ღვთისა, რომელსაც არ აქვს ნაკლი. ესე იგი, ეს იდეაა ჩადებული აქ. იქვეა ევაც, იქვეა სხვა შორის კლავიკორდი და ვირჯინალი, უფრო კონკრეტულად ვირჯინალი ისევ და ისევ ღვთისმშობლის უბიწობას მიუთითებს, რომელსაც ანგელოზები უკრავენ და ეს ყველაფერი იკრიბება გრანდიოზულ სანახაობაში, მაგრამ ეხლა მთავარი. და ამითი დავასრულოთ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, იგი სწორედ გენში ასრულებს საოცარ ოჯახურ პორტრეტს, ეს არის არნოლფინების ოჯახის პორტრეტი. ნუ აქ ამაზე არსებობს მილიონი სხვა მოსაზრება. მე ვიზიარებ, რომ ეს არის ჯოვანი არნოლფინი, ლუკადან და მისი მეუღლე ჯოანა ჩენამი. ესე იგი, არ ვიცი, ახლა როგორ გნებავთ ისე მიიღეთ, თუმცა არსებობს მეორე აზრი, ეს არის ჯოვანი ნიკოლა არნოლფინი, მისი ძმა და მისი მეუღლე კონსტანცა ტრენტა. ნუ ეს სხვადასხვა აზრები არსებობს, თუმცა როდესაც გადავხედე ისტორიას და ეს უნდა ნახოთ ეს არაჩვეულებრივი ნამუშევარი, რა თქმა უნდა მგონია რომ რადგან ბიოგრაფიას ჩვენ გავერკვიეთ როგორც იყო, ხო? კონსტანცა ტრენტას გავს იმ გაგებით, რომ უფრო ადრე გარდაიცვალა ვიდრე ჯოანა ჩენამი. ესე იგი, არ არის გამორიცხული ეს ასე იყოს, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში დადგინდა რომ ეს არ არის თქვა ქორწილების დღე, ეს არის ფიცის დადების დღე. უცნაურია. ჯერ შევხედოთ კომპოზიციას, ორი სიტყვით. კომპოზიცია ისროლ დახვეწილი. ცენტრებული კომპოზიცია, ღერძი გამოკვეთილი არ არის, მაგრამ ყველაფრის სათავეში, რა თქმა უნდა, არის სარკე. აი, რო გითხარით, speculum sine macula. სარკე როგორც ღვთისთვალი. სურათის ცენტრში არის სარკე, მრგვალი სარკე, იმ პერიოდში მრგვალი სარკეებს აკეთებდნენ. სარკეს შემქმნელი ქვეყანა ვენეცია, მოგახსენებთ ეს ქვეყნის საიდუმლო იყო, სხვა შორის უნდა გითხრათ, იმდენად დიდი იდუმალებით იყო მოცული სარკის წარმოება, რომ ფაქტობრივად ითვლებოდა სახელმწიფო ღალატად თუ სარკის გაკეთების ცოდნას, ისე როგორც ზეთის გატანის საიდუმლოს გატანას ვინმე შეძლებდა სამხრეთ, ასევე იტალიიდან მოპარავ. ნუ რამდენი რამე დაჭირდა სხვა იგივე საფრანგეთის კარს, აი, თუნდაც აი როგორც მახსოვს, სწორედ მეფე ზეს ამ შემთხვევაში ლაპარაკია ლუდოვიკო მე-14-ზე, სარკეების ოსტატები გამოეტყუებინა ვენეციიდან, კონკრეტულად მურანოდან. ასე რომ, რეალურად აი ეს მრგვალი სარკე, რა არის ეს მრგვალი სარკე? იმიტომ ეს ღვთისთვალია, უკან კიდე ეს გარშემო მაცხოვრის ცხოვრების 12 მომენტია. საათი ვითარი მან საათეს სარკეა, ღმერთი გიყურებს, მასში ირეკლება ზურგიდან პერსონები. ესე იგი თვითონ ეს ქალბატონი ჯოანა იქნება თუ რა ვიცი კონსტანცა თქვათ რომ ჯოანა ხო ირეკლება და რა თქმა უნდა არნოლფინი არ ვიცი ეს არის არნოლფოა თუ ნიკოლო და ამავე დროს ჩანს იქ ორი ადამიანი რომელიც შემოსულია აქ სარკიდან დავიწყეთ აქ შემოსულია ერთ-ერთი ნამდვილად უნდა იყოს ავტორი ერთს ლურჯიაცვია მეორეს წითელი ერთი ლურჯია მეორე წითელი მე ვამბობ რომ ლურჯი არის თვითონ ავტორი იანვანეიკი ლურჯი მასაცვია ლურჯი წითელი აცია თუ ქალი ვერ გაარჩევთ მაგრამ ნუ რაც ხო გითხარით თვალები არ ყოფნიდა ხალხო რომ დამენახა როგორ იყო თუმცა ამოხატულია ბოლომდე მგონია რომ ეს კაცია თუმცა არ არის გამორიცხული იყოს მარგარეტი ეს მეუღლე ჩვენი მხატვრისა მაგრამ დავანებოთ მაგას თავი ხა გამოვიდეთ წინ შევხედოთ თავარ გამოსახულებას დგას ჯოანა და დგას არნოლფინი ხო ჯოვანი ჯერჯერობით ჩაცმულებერას სასწაულად. სხვა შორის ამასთან თქონდა ბედნიერება რაღაცა ბიბლიოთეკას ასავში, სწორედ ლონდონის ნაციონალური გალერეის, მენახა თუ რა ტიპის ტანსაცმელი აცვიათ, მასზე პატარა ინფორმაცია და აღმოაჩინა ესეც საინტერესო რაღაცა რომ. ესე იგი, ჯოანას ტანსაცმელი, ესე ქალის ტანსაცმელი არის დაახლოებით გამოყენებული 300 ესე იგი თეთრი გულია, გამოყენებული 300 ციყვის თეთრი გულის და არის აჭრილი კანი თუ შეიძლება ასე ითქვას. ესე ფაქტიურად სადიზმია ცხოველთა მიმართ ჩადა, მაგრამ ძალიან ძვირადღირებული ტანსაცმელი, ხაზგასმელი და ასევე ჯოვანის რაცაცვია, ისიც არის ეს არის სიასამურის ბეწვი, უძვირფასესი და დაახლოებით 60-70
ცხოველის შეწირვა დაუჯდათ ეს ყველაფერი. ხა წარმოდიდგენთ რა სიძვირფასესთან გვაქვს საქმე. ეს ხაზგასმით ამბობს არნოლფინი, რომ მისი ოჯახი არის ძალიან მდიდარი, რომელსაც შეუძლია აი ამოდენა მსხვერპლი დასაცვად აქციოს, ხო? ცხოველთა მათთვის ახლა მოგეხსენებათ ეს სამყარო სხვანაირი იყო და ჩვენი წარმოდგენები სხვა არის, მაგრამ აი შეისწავლეს, სხვა შეიძლება მეშლებოდეს კიდევ სხვა ვერსიით. უფრო მეტი ცხოველის კი არის ამ დასაცმელში შეწირული პირდაპირ გაგებით, მაგრამ დავანებოთ მაგას თავი. თავარი სხვა რამეა. ზევით კიდია ჭაღი. ასე იგი ზუსტად ზევით კიდია ჭაღი, ჭაღი ძვირფასია, მოოქროვილია. ელექტრონს ააგავს. მხოლოდ ერთი სანთელიანთია, მეგობრებო, ერთი სანთელი და ისიც მხოლოდ არნოლფინის მამაკაცის თავზე. არ დაგავიწყოს ესენი იტალიელებენ ქალაქ ლუკადან. ესე იგი ჩამოსულები არიან ბრიუგეში და აქ ბიზნესს აკეთებენ. სხვადასხვის კონსტანცა ტრენტა, თუ კონსტანცაა ეს, ხო? იყო უახლოესი ნათესავი მედიჩების. უახლოესი ნათესავი. ესე იგი მედიჩების ბანკთან პირდაპირ კავშირია. ეს უკვე წავიდა საერთაშორისო ფინანსური კარტელთან გვაქვს საქმე, ხო? გასაგებია. ესე იგი სანთელი, ერთი სანთელი, რას უნდა ნიშნავს ერთი სანთელი? ერთი სანთელი ნიშნავს იმას, რომ ერთ-ერთი მათგანი ცოცხალია, რომელშიც მახსოვრობა ცხოვრობს. მახსოვრობა მაქსიმუმ დიდხანს და დიდხანს იცოცხლებს. რატომ? იმიტომ რომ ჯოანა მკვდარია. უფრო კონსტანცა მკვდარია. გარდაცვლილია. და მაშინ რა ფიცდებს აი ამ საოცარ ადამიანებთან ღვთის თვალის წინ რა ფიცდებს ჯოვანი არნოლფინი? რა ფიცდებს რომ ერთგული იქნება თავისი მეუღლის მისი გარდაცვალების და მიუხედავად დიდხანს შეინახავს. და შემოდის ესეთი ძალიან საინტერესო ტერმინი, რომელიც სხვა სურათში აქვს გამოყენებული ჩვენს არაჩვეულებრივ მხატვარს. ეს არის წითელტანსაცმლიანი მწვანე, ესე იგი ჩალმით ადამიანი, რომელსაც აწერია, პირდაპირ აწერია წინ პარაპეტია გაკეთებული, აწერა ლეალ სოვენერს, ესე არ დავიწყებისათვის, სწორი მახსოვრობისათვის. აქ ისედია არ დავიწყება ჯოანას, არ დავიწყება ჩემი მეუღლის და იგი ფიცდებს თავისი მეგობრების, ახლობლების და შემსრულების დიდი ხელოვანის წინაშე, რომ არასდროს დაიწყებს თავის მეუღლეს. და ერთგული იქნება მისი აქ არის ნიშანი იმისა და გამოიხატება იმ ნიშნით, როცა წინა პლანზე, სულ წინა პლანზე ხატავს უსაყვარლეს ძაღლს. ძაღლი ხო ერთგულებაა, ხო? აბა შეხედეთ როგორია, როგორ დგას, როგორია მოხატულია, როგორ გიყურას პირდაპირ, ფაქტობრივად ის გესაუბრება, უფრო მეტსაც გეუბნება თავის თვალებით, ვიდრე ჯოვანი არნოლფინი. უცნაურია. იქვე სულ ახლოს, წინა პლანზე, ძაღლიდან რამდენიმე სანტიმეტრში დახატულია არის ხის ქოშები. ხის ქოშები, რას უნდა ნიშნავდეს ხის ქოშები, მეგობრებო? საოცარია. სულ სიღრმეში კიდევ წითელი გადაფსაბარებელი საწოლზე. იქაც ქოშებია წითელი. ხოლო საწოლი დალაგებულია. ამ საწოლს არავინ არ მიუახლოვდება არასდროს, რადგანაც ეს ყველაფერი ეკუთვნის ერთგულების დანიშნად ეკუთვნის ხოლმე გარდაცვლილ მის მეუღლეს. საინტერესოა ხის ქოში რას უნდა ნიშნავდეს. ბიბლიური გადაძახილი რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გახსოვთ მოსე, როდესაც წარდგება გამოეცხადება უფალი სასწლმოკიდებული მაყულის ბუჩქის სახით, უგახსოვთ ხო? რას ეუბნება მაყულის ბუჩქი, რომელიც არ იწვის, ხო? აიხადე ფეხთ მოსევ, რამე თუ ალაგიესე წმიდა არს. ისე ფაქტიურად ამ ოჯახში, ამ ალაგში სიბინძურე, ორპირობა და ღალატი არ იქნება, ესე ადგილ წმიდა არს. ესე იგი ფიცია. ეხა ფანჯრისკენ გავიხედოთ. ცოტა ფანჯრისკენ გავიხედოთ. ძალიან თამამ ვერსიას ვამბობ. მაგრამ იქ აწყვია პორტოხალი. რამდენიმე პორტოხალი, რას ნიშნავს ეს პორტოხალი? ჩtildeოჩი პორტოხალი, ეხლა დღეს რა გაგიკვირს, მაშინ პორტოხალი, რა სიტკბოების და სიმდიდრის ნიშანია. 3 ჩანს და მე-4 ნახევარი ზევიდეს. რატომ? იმიტომ რომ 3 წელიწად ნახევარი ისინი ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მე ვნახე ბიოგრაფია, ცოტა მეთხანს ცხოვრობდნენ, მაგრამ არ ვიცი ეს რასთან არის კავშირში, მაგრამ ხაზგასმით თქვა, რომ პორტოხალი განასახიერებს წლებს და ამავე დროს განასახიერებს ბედნიერ ცხოვრებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იქ აწერია უკან. აი სწორედ აი სარკის უკან არის, ესე იგი კრიალოსანი, რომელიც ლოცვას ნიშნავს, ყოველწამიერ ლოცვას უფლის მიმართ, ამავე დროს არის პატარა წვერის გადასაფერთხი ცოცხი, რომელიც განწმენდას ნიშნავს, კათარზისის ნიშანით არის აღბეჭდილი და ყველაზე მთავარი არის ეს წარწერა. და ეს შეასრულა ვანეიკმა, რომელიც იყო აქ. ისე რეალურად ხაზგასმით ამბობს ვანეიკ, რომ მე აქ ვიყავი. მე ამ ფიცის, ერთგულების ფიცის დადებას დავესწარი, მეგობრებო. მე ეს ყველაფერი დავაფიქსირე, ყველაფერი გაჩვენეთ და აგერ მოგიძღვენით, რომ ჯოანი
ჯოანას გარდაცვალების მიუხედავად, მისი მეუღლე ფიცდებს მარადიულ სიყვარულზე და არ დავიწყება ზალ სოვენერ. და ერთი რამ, თავის ერთ-ერთ მე ასე მგონი ავტოპორტრეტზე, სადაც იგი წითელი ჩალმით არის გამოსახული. აწერია, ზევით, აწერია ალ-იქს ხან. ითარგმნება ასე: შევძელი ის, რაც უფალმა მომცა. რაც შემეძლო ის გავაკეთე. ალ-იქს ხან. ხოლო იქს პირდაპირ გაგებით იკითხება როგორც იესო ქრისტე. ჩემში ქრისტე, მიუბაძე ქრისტეს. იმიტატიო ქრისტი. ესე იგი, მე მიუბაძე ქრისტეს და იგი განმასახიერე ჩემში, ჩემის სახით. ამიტომ ასე რომ რეალურად არ ვიცი რამდენად მოვიცავით ეს ყველაფერი, მაგრამ უნდა გითხრათ, ეს არის უდიდესი ხელოვნება, ხო, დასრულდა მისი ცხოვრება. ისინი იმ პერიოდის ნორმალურ ასაკში, ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი სტიპენდია დაუნიშნა ფილიპე კეთილმა მის მეუღლეს მისი გარდაცვალების შემდეგ, ლამბერტს გადაცა საკმაოდ დიდი ფული და რა ვიცი, დიდი სახელით შევიდა ისტორიაში, მაგრამ ეს დიდი საიდუმლო, რომელიც ზეთისაღებებთან ერთად იყო დაკავშირებული, შემდგომ საყოველთაო გახდა და დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ საღებავი შეგვიძლია ელემენტარულად ტუბებში ჩავასხათ და ვიმოგზავროთ და ვაკეთოთ თუნდაც ეტიუდები. მეგობრებო, ამით დღეს დავასრულოთ, შემდგომ შეხვედრამდე, ნახვამდის.